გველთან დაკავშირებით ერთი გახსენება მაქვს პატრიარქზე. თუნდაც გადავიდეთ. რეალურ გველზე. გადავიდეთ. ესე იგი, შევედი საპატრიარქოში, მინდა ვინახულო პატრიარქი. ნუ ის თავის კაბინეტშია და სკამია, სადაც შეიძლება ჩამოჭდეს და დაელოდო. ხედავ ზის ერთ-ერთი ჩვენი სტიხაროსანი დავითი ქვია ამ ბიჭს, რომელიც მუშაობდა ზოოპარკში. და საუბრობთ მე და დავითი, კარი გამოაღო ხალხმა და გამოვიდნენ. და პატრიარქმაც გამოიხედა. შეხედა დაგინახა თქვენ. შეხედა დათოს და უთხრა, უი, მოხვედიო. ხო, მოიყვანეო? რა მოიყვანეო? ხო და კიო, მე რა ვიცი, მე წარმოდგენა არა მაქვს. ხა დათო ადგა, ხო და მეც მეუბნება რომ შენ შემოდიო. ხო და ნუ მე მეგონა ხა ცალკე მიმიღებდა, მაგრამ შემოდიო შევედი. მე შოქს მოკიდა ხელი ამ დათომ და შევედით. ეხლა მივხვდი რომ ამ მეშოქში რა შეიძლება იყოს, რა არსება. ხო და აბაო ამოიყვანეო. ხო და დათოს ყავს პითონი. დიდი პითონი უშველებელი. რატო და პითონი პატრიარქს რო გადავრიე ეხლა სენსაცია ხვები. ხვები მაგარ ამბავს. ხო და ეხლა თვითონ პატრიარქის ბუნება ჩანს რა. და ამოიყვანეო და ხა თავი რო ამოაყოფინა ბუდიშვიხთი მაყურებლებთან, მაგრამ მივიდა პატრიარქი რომელსაც მან არ იცნობდა ახლა ამ პითონს. ხო და თავზე ხელი გადაუსვა. და მე ამას უყურებ იქვე ვარ. შენ რა დაგებართ ამ პითონი რო დაინახე. რო გითხარ რომ ხა ძალიან შიშის კანკალი დავიმართა, ნამდვილად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო რო არ არის ფაქტია, ხო? ხო და პატრიარქი ისე თბილად ეფერება, რაღაცებს ეუნება, ელაპარაკება. ეს პითონი არის გაყუსული. ხო და ეხა ეს რო დაამთავრა ეს რა ქვია მოფერება, ეუნება რომ ამოიყვანეო და გაუშვიო. და ამოიყვანა ხა ეს დიდი ბერტელა რაღაც კაბინეტში პითონი გაუშვით რა ხვები ეხლა არ გადავირო. კი ხვები. შორელა ვნახა. შორელა არ იყო იქ. ხო და მე და დათო ვიყავით. ხო და ეხლა დიდი არის ეს კაბინეტი და ეს ასეალ და ესე ვიდის და ლამაზია ხო ის თავისებური მოხატულია და რაღაც საოცრად ისეთია და წავიდა მოვიდა ხო და ნუ მოკლედ ისევ აიყვანა და ისევ ხელში უჭირავს ამ დროს უწმინდეს კი და ამ დროს კარები იღება და მოძღვარი შემოდის ესეთი წითური შალებით ხო და ისა რა ქვია რო დაინახა კარებში გაშეშდა ძალიან შეეშინდა აბა მოიტოთ ეხლა პითონი ხო და მე წარმოვიდგინე ეხლა მდგომარეობა ესე ხა ვინაკმა რა მომოს და ხა ეუბნება ნუ არ ვიცი პირობითად თქვა გიორგი მამა გიორგი მოდი ნუ შეშინია მოეფერეო რო უთხრა ეს კაცი მე მგონი თლა წაიქცა ისე დღეს ჩავარდა და ხო და რის თქმა მინდა იცი აი ისეთი ბუნება ქონდა ხა წარმოიდგინე ხა მაგისთვის არ შეეშინდება ხო ხა კი მე ისე ნეიტრალურად ვამბობ რომ დიდად შემზე არ მოქმედა შენ არ მოეფერე აბა ერთი ხელი მომეკიდებინა შენ არ მოეფერე არა არ უთქვამს ჩემთვის თორე შეიძლება მოხდარიყო ეგ ფაქტიც